დღევანდელ ვიდეოში გავარკვევთ, არის თუ არა მარიხუანა და ზოგადად კანაბის პროდუქტები მსუბუქი გართობის და მოდუნების საშუალება, თუ ეს არის ნივთიერება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დამოკიდებულება, ფსიქიური აშლილობები და ხელი შეუწყოს შიზოფრენიის განვითარებასაც კი. დეტალურად გავარკვევთ, როგორ მოქმედებს ის ჩვენს ორგანიზმში, რა მექანიზმებით ახდენს გავლენას ჩვენზე, თუმცა სანამ ამ ყველაფერს ჩაუღრმავდებით, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, ამით თქვენ მხარს დაუჭერთ ამ არხის განვითარებას. როგორც ალბათ უმეტესმა თქვენგანმა იცის, მარიხუანას შემადგენლობაში შედის ფსიქოაქტიური ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი და CBD, რომელიც ფსიქიურად არააქტიური ნივთიერებაა. ყველა იმ ეიფორიულ და სასურველ ეფექტს, რომელსაც კანაბისის პროდუქტები იწვევენ, სინამდვილეში სწორედ ტეტრაჰიდროკანაბინოლი იწვევს. წარმოიდგინეთ, ის თავის ტვინს მიღებიდან დაახლოებით 30 წამში აღწევს, რაც გაცილებით უფრო სწრაფი ეფექტია, ვიდრე მაგალითად ნიკოტინის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი სიგარეტს ეწევა. მისი ეფექტი დაახლოებით 9 საათიდან 1 საათამდე აღწევს პიკს და 2-3 საათის განმავლობაში გრძელდება. თუმცა რა ეფექტია საუბარი? კანაბისი სატივას შემთხვევაში იწვევს განწყობისა და ემოციური ფონის ამაღლებას, გააქტიურებას, კომუნიკაბელურობის გაზრდას და ეიფორიის შეგრძნებას. ინდიკას შემთხვევაში კი იწვევს პირიქით რელაქსაციას, სედაციასა და მოდუნებას. საბოლოო ჯამში ეს ეფექტი ადამიანისთვის აღიქმება როგორც დადებითი ემოციები, თუმცა სამწუხაროდ ამ ემოციებისთვის გარე სამყაროში უკავშირი არ არსებობს და ისინი ხელოვნურად თავის ტვინში მიმდინარე ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებზე გავლენით წარმოიქმნება. აი სწორედ რა ქიმიურ პროცესებზეა საუბარი, ამას კი ახლა აგიხსნით. აქტიური ნივთიერება, ანუ ტეტრაჰიდროკანაბინოლი ჩვენს ნერვულ სისტემაში უკავშირდება სპეციალურ რეცეპტორებს, რომლებიც არიან ენდოკანაბინოიდური რეცეპტორები. ამ რეცეპტორებს ჩვეულებრივ მდგომარეობაში უკავშირდებიან ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული ენდოკანაბინოიდები. ეს ენდოკანაბინოიდები გამოიყოფა მაგალითად სტრესის დროს, მაღალი ნეირონული აქტივობის დროს, ტკივილის ან ანთებითი პროცესების დროს. და ისინი უზრუნველყოფენ ქიმიურ დონეზე ხასიათის, სტრესის და ორგანიზმის ფსიქიკური ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. ცოტა გასაგებად რომ თქვა, ჩვენი ფსიქიკის ბალანსის შენარჩუნებას სტრესულ მდგომარეობებში. კანაბისის პროდუქტები ტეტრაჰიდროკანაბინოლის დახმარებით სწორედ ამ რეცეპტორებს უკავშირდებიან, რა თქმა უნდა, ხელოვნურად მიწოდებული გზით, მაშინ, როდესაც ამის ბუნებრივი საჭიროება ჩვენს ორგანიზმში არ არსებობს. ისინი ამ გზით იწვევენ, რაც ჩამოგითვალეთ იმ ეფექტების განვითარებას. ამას გარდა შინაგან ორგანოებზეც აქვთ მათ გავლენა და იწვევენ ტაკიკარდიას, არტერიული წნევის შემცირებას, კოორდინაციის გაუარესებას და იმას, რასაც დარწმუნებული ვარ, ყველანი იცნობთ, კონკრეტულად კონიუნქტივის ჰიპერემიას. ანუ მარტივად რომ თქვა, ჩაწითლებულ თვალებს. ალბათ სანამ ავხსნი, უკვე ყველა თქვენგანი ხვდება, რომ მსგავსი ხელოვნური გზით მიწოდებული კანაბინოიდები, მაშინ, როდესაც ჩვენს ორგანიზმს და ნერვულ სისტემას ეს არ ჭირდება, რაღაც გარკვეულ უარყოფით ეფექტებსაც უნდა უკავშირდებოდეს. და რა თქმა უნდა, არ ცდებით. სწორედ ამ ეფექტებზე ვისაუბრებ ახლა. კანაბისი არაპირდაპირად იწვევს ჩვენს ნერვულ სისტემაში და პრეფრონტალურ კორტექსში დოფამინის დონის გაზრდას. როგორც იცით, დოფამინი ჩართულია ისეთ პროცესებში, როგორიც არის მაგალითად დამოკიდებულების განვითარება, мотивация, წარმატებით მიღებული სიამოვნების შეგრძნება და სწორედ ამ ჰორმონალურ წრეში ჩარევა და დოფამინის დონის ხელოვნურად აწევა იწვევს კანაბისის რეგულარულად მოხმარების შემთხვევაში დამოკიდებულების განვითარებას. ამას გარდა კანაბის პროდუქტების რეგულარულად მიღების შემთხვევაში მცირდება ხანმოკლე მეხსიერების ეფექტურობა და კონცენტრაციის უნარი. თუმცა საინტერესო ის არის, რომ ყველა ჯერზე, როდესაც უსვამ ხაზს რეგულარულად მოხმარებას, ეს ყველაფერი ერთ რამეს ეფუძნება. რეგულარულად მსგავსი ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება იწვევს იმას, რომ ის რეცეპტორები თავის ტვინში, რომელზეც მოქმედებს ეს ტეტრაჰიდროკანაბინოლი, იწყებენ ნელ-ნელა გაუჩინარებას და შემცირებას. ეს არის ორგანიზმის მხრიდან ცდელობა იმისათვის, რომ ეს არასაჭირო ხელოვნურად მიწოდებული ნივთიერების ეფექტი ჩვენს ორგანიზმზე შეამციროს. ამას ქვია რეცეპტორების დაუნრეგულაცია. შედეგად კი მომხმარებელს, რომელიც რეგულარულად იღებს ამ ნივთიერებას, აქვს ერთადერთი ეფექტი. ყოველ შემდეგ ჯერზე მიღებისას მას უფრო ნაკლები ეფექტი უვითარდება და უფრო მეტი დოზის მოხმარება უწევს, რომ მიიღოს ის თავისთვის სასურველი ეფექტი. სწორედ აქ უნდა აღვნიშნოთ ყველაზე საშიში ეფექტი, რაც არის ფსიქიკური დამოკიდებულება. კანაბინოიდები იწვევენ არა ორგანულ, არამედ ძირითადად ფსიქიკურ დამოკიდებულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ რეგულარული მომხმარებლები იღებენ ამ ნივთიერებას არა იმიტომ, რომ მათ ორგანული დამოკიდებულების სიმპტომები უჩნდებათ, როგორც მაგალითად ოპიატების შემთხვევაში, არამედ ძირითადად ფსიქიკური არასტაბილურობიდან გამომდინარე, დეპრესიული სიმპტომატიკიდან გამომდინარე და იმ მდგომარეობიდან
მდგომარეობიდან გამოსასვლელად, რომელშიც მათ თავის სწორედ ამ რეგულარული მიღებით ჩაიგდეს. სინამდვილეში კი ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ განმეორებითი მიღების ფონზე ამ ფსიქოაქტიური ნივთიერების უფრო მეტად იფიტება ჩვენი ნერვული სარეგულაციო მექანიზმები, რის შედეგადაც მომხმარებლებს უჩნდებათ დეპრესიული სიმპტომატიკა, უარესდებათ მეხსიერება. ხშირია ასევე ინტელექტის დონის დაქვეითებაც კი ადამიანში, უფრო ნაკლებად ხშირია ფსიქოზის განვითარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს გენეტიკური წინასწარ-განწყობა, მაგალითად შიზოფრენიის მიმართულებით, კანაბისის და მარიხუანას მიღება ზრდის ამ შემთხვევაში შიზოფრენიის განვითარების რისკს. კანაბის პროდუქტების ჩარევა სწორედ ამ დოფამინერგულ სისტემაში და პრეფრონტალურ და სტრიატალურ სისტემაში იწვევს რეალობის რაციონალურად აღქმის დარღვევას, რაც სწორედ ამ ფსიქოზის განვითარების წინაპირობაა. აი ზუსტად რომ გითხრათ, მაგალითად ფსიქოზის განვითარებას რეგულარული მოხმარება კანაბის დაახლოებით 1.8 ჯერ ზრდის. და აქ მინდა უმნიშვნელოვანეს რამეს გაუსვა ხაზი, მოზარდობის პერიოდში კანაბის მოხმარება დაახლოებით 11 ჯერ ზრდის ფსიქიატრიული დაავადებების და დარღვევების განვითარებას. აი რაც შეეხება შიზოფრენიის რისკს, ტეტრაჰიდროკანაბინოლის მაღალი კონცენტრაციის შემცველი პროდუქტები დაახლოებით 6 ჯერ უფრო ზრდიან შიზოფრენიის განვითარების რისკს. ამას ყვება უბრალოდ თანამედროვე ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლის უკანას დგას რეალური შემთხვევები და მათი სამეცნიერო ანალიზი. ვიდეოს ბოლოსკენ ჩემი პირადი რჩევა იქნება მიმართოთ ცხოვრებაში იმ გზებს, რომელიც თქვენთვის გახდება ნამდვილი ორგანიზმში შექმნილი დოფამინის წყარო და ამ გზით გაგაბედნიერებთ. ეცადეთ რომ რეგულარულად ივარჯიშოთ, მიიღოთ მზის სხივი, ცივი წყალი, საუნა, ისი ამოვნეთ ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობებით და ეცადეთ რომ სტრესს სწორედ ამ საკომპენსაციო მექანიზმებით გაუმკლავდეთ, თუმცა არც ის არის პრობლემა, როდესაც სტრესი თქვენს ცხოვრებაში იმაზე უფრო მაღალი დოზით იქნება, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ. ამისთვის არსებობს რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ არის სირცხვილი, პირიქით ეს არის ჯანსაღი მეთოდი იმის, რომ ჩვენი ფსიქიკა გავაძლიეროთ და დავძლიოთ ის წინაღობები ცხოვრებაში იმ ადამიანების დახმარებით, რომელთაც იციან საით უნდა მიმართონ ჩვენი რესურსები. ეცადეთ არ ჩაერიოთ იმ პროცესებში ხელოვნურად, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი ისედაც უდიდესი სიზუსტით არეგულირებს. ახლა კი თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.